დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანი. ჩვენ დღესაც ადამიანზე ვსაუბრობთ და ვიწყებთ დღევანდელ გადაცემას სიახლით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას უკავშირდება. ჟურნალში Aging and Disease გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორებმაც ერთმანეთს დაუკავშირეს ადრეულ ასაკში ადამიანის სიმსუქნე, სისხლში ქოლინის დაბალი დონე და ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკი. ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ის რომ ანთება არის საფუძველი ალცჰაიმერის დაავადების, ის რომ ანთება სიმსუქნეს უკავშირდება, ეს ჩვენთვის კარგად ცნობილია, ამიტომ ამ კავშირის დადგენა ბევრად უფრო ადვილია ჩვენს ლოგიკურ აზროვნებაში. მაგრამ რატომ ქოლინი? მე მინდა გაგახსენოთ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერება, რომლის შესახებაც უკანასკნელი 10 წლის მანძილზე გაუთავებლად ვსაუბრობთ ჩვენს გადაცემაში. ვსაუბრობთ იმიტომ, რომ მისი გარკვეული კონცენტრაციის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ტვინის გრძელვადიანი ჯანმრთელობა. ცხადია, ქოლინს სხვა ფუნქციებიც აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქოლინის როლზე, გასათვალისწინებელია მისი ბუნებრივი შემცველობა საკვებ პროდუქტებში, სხვადასხვა წარმოშობის ცხოველურ პროდუქტებში, მაგრამ განსაკუთრებით რეკორდული შემცველობა ისეთ პროდუქტში, როგორიც არის კვერცხი. მოკლედ, ქოლინის ნაკლებობა ასაკთან ერთად და ხანგრძლივად მისი ნაკლებობა აღმოჩნდა, რომ იწვევს ქცევით დარღვევას, შფოთვას და მეხსიერების გაუარესებას. ამიტომ თანამედროვე მეცნიერებმა უკვე იციან და ამ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. თუ ჩვენ ადრეულ ასაკში დავძლევთ სიმსუქნეს, თუ ჩვენ მოვაწესრიგებთ სისხლში ქოლინის დონეს, მაშინ ეს ძალიან კარგად აისახება გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს მეხსიერებაზე და შესაბამისად საგრძნობლად შეამცირებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების რისკს. როდესაც ადამიანის ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობაზე, მაგრამ ვითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ სხეული. ადამიანი გაცილებით აღმატებულია, ვიდრე ის ჭურჭელი, რომელსაც ვხედავთ, ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. მაგრამ არ გვავიწყდება, რომ ორგანიზმი არის ხმაშეწყობით მომუშავე ორკესტრი, სადაც დირიჟორი ტვინია და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობა, ძალიან მნიშვნელოვანია გულის ჯანმრთელობა, მნიშვნელოვანია ღვიძლის ჯანმრთელობა, თირკმლის, ელენთის და ასე შემდეგ. განა არის ორგანო, რომლის ჯანმრთელობა არ არის მნიშვნელოვანი და სწორედ მათი ერთობლიობა განსაზღვრავს ჩვენს ჯანმრთელობას. ეს ის რაც ორგანოებს ეხება, მაგრამ როდესაც ჩვენ ხილულად ვუყურებთ ადამიანს, ერთია ჩვენი შთაბეჭდილება, მაგრამ მეორეა ის უხილავი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ჩვენი ორგანიზმის შიგნით და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ სპეციალურ საგანგებო ლაბორატორიულ ტესტებს იმისთვის, რომ გავარკვიოთ სინამდვილეში რა ხდება ჩვენს ორგანიზმში, რას ვერ ვხედავთ და რას გვიმალავს ზოგჯერ ჩვენი სხეული. ასეთ შემთხვევაში სისხლის ერთი წვეთიც კი საკმარისია, როდესაც ის გაამხელს თავისი დამსახურებით, მოძრავი თვისების დამსახურებით მოპოვებულ ინფორმაციას. დიახ, მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ სისხლი ჭორიკანაა და თავისი ფეხით მიდის ყველა სისტემასთან, ყველა ორგანოსთან, შეკრებს ინფორმაციას და მერე ერთი კონკრეტული ტესტის ფარგლებში გვიზიარებს ამ ინფორმაციას, რომელიც სხვადასხვა სისტემის შესახებ მოაგროვა. დღევანდელი ჩვენი საუბარი უკავშირდება ერთი მხრივ სადღესასწაულო დატვირთვას და მეორე მხრივ იმ ლაბორატორიულ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება განვითარდეს სწორედ სადღესასწაულო რუტინის დამსახურებით. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენი ორგანიზმი ძალიან ხშირად უამრავ საიდუმლოს გვიმხელს ხოლმე სხვადასხვა ტესტის გამოყენების შემთხვევაში და ჩვენ ვცდილობთ სწორედ ლაბორატორიები გამოვიყენოთ და ლაბორატორიული მონაცემები იმისთვის, რომ უფრო კარგად მოვისმინოთ ჩვენი ორგანიზმის პრობლემების შესახებ. და არის თუ არა მნიშვნელოვანი სადღესასწაულო რუტინა, როგორც ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ეს მონაცემები თავდაყირლად დააყენოს, ამაზე ვსაუბრობთ ჩვენი გადაცემის მეგობართან ერთად, რომელიც დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ. იგი არის ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნინო ღულათავა. დილამშვიდობისა, ნინიკო, ძალიან დიდი ხანია ჩვენ სხვადასხვა საკითხზე ვსაუბრობთ ლაბორატორიული მედიცინის ჭრილში და
არაერთი პრობლემა გვითარგმნია ლაბორატორიული მონაცემების ენაზე და პირიქით უამრავი ტესტის შესაბამისად გვისაუბრია ამა თუ იმ პრობლემაზე, რომელიც ადამიანის ორგანიზმს აწუხებს. მაგრამ დღეს ჩვენ საუბრობთ პრაქტიკულად ცხოვრების წესზე, რომელიც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ასაკის მიუხედავად ყველა ადამიანს ეხება და რომელმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი ორგანიზმის შიგნით მიმდინარე უამრავი პროცესი. არის თუ არა თვალშისაცემი და საგრძნობი, როდესაც ტესტებს თვალს გადაავლებთ, ის ცვლილებები, რომელიც შედეგად მოჰყვა სადღესასწაულო დატვირთვას, იმიტომ რომ სადღესასწაულო დატვირთვის ქვეშ ჩვენ არ გულისხმობთ მარტო ბევრი მიირთვა ადამიანმა, ბევრი დალია ადამიანმა. აქ იგულისხმება მაგალითად ძილი დაერღვა ადამიანს, არასათანადო ფიზიკური აქტივობა ჰქონდა, მედიკამენტები არ მიიღო, ან სათანადოდ არ გააკონტროლა რომელიღაცა პარამეტრი. ამიტომ ყველაზე ხშირად რა ხდება, რა იცვლება ხოლმე თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე. მოგესალმებით, დილამ მშვიდობისა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. რა თქმა უნდა, სადღესასწაულო დღეები ყოველთვის დატვირთულია კვებით, არარეგულარული ძილით, უმოძრაობით, ბევრი ტკბილეულით და ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ალკოგოლის ზედმეტი მოხმარებით. ეს ყველაფერი აისახება ლაბორატორიულ კვლევებში და გვაქვს ცვლილებები გვაქვს სისხლის საერთოში თუ ზედმეტად არის და ხანგრძლივად არის, იმიტომ რომ პერიოდსაც აქვს მნიშვნელობა, ხანგრძლივად მიღებული ალკოგოლი, აისახება შარდის საერთო ანალიზში, აისახება ღვიძლის ფერმენტებში პირველ რიგში, იმიტომ რომ დატვირთვიდან გამომდინარე, არარეგულარული ძილიდან გამომდინარე, აისახება ჰორმონებში და ეს ჰორმონალური სტატუსი ზემოქმედებას ავლენს, რა თქმა უნდა, ნახშირწყლების ცვლაში და ძალიან ვარიაბელურია ჩვენი კონცენტრაცია გლუკოზის, აისახება ცხიმოვან ცვლაში, მთელი პარამეტრები ცხიმოვან ცვლაში იცვლება და ზეგავლენას ახდენს ჩვენ შედეგებზე. ეს შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში აღებული ლაბორატორიული კვლევები იყოს არასწორად ინტერპრეტირებული და თავიდან რო ავირიდოთ, ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რა ზეგავლენას ახდენს კვება, არარეგულარული ძილი, უმოძრაობა, ტკბილეული და რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში წამბლის არასწორი მიღება, თვითონ ტექნოლოგიურად კერძის არასწორად მომზადება, რაც აისახება ჩვენ შედეგებში. ყველაზე ხშირად რომელ კონკრეტულ ლაბორატორიულ მონაცემებს გულისხმობთ, აი რომელი ანალიზი შეიძლება შეგვეცვალოს. ძალიან კარგად არის თანამედროვე საზოგადოება ინფორმირებული. აქ არ იგულისხმება მარტო მაგალითად ჩვენი გადაცემის დამსახურებით მიღებული ინფორმაცია, როდესაც მაგალითად თანამედროვე ტექნოლოგიები ადამიანს აძლევს საშუალებას განურჩევლად ხშირად სხვადასხვა ინფორმაციის წყარო გამოიყენოს ინფორმაციის შესავსებად, მნიშვნელოვანია ხოლმე ასეთ დროს გავიხსენოთ, რომ დიახ თანამედროვე ადამიანმა იცის, რომ სისხლის საერთო ანალიზი რუტინული კვლევა, შარდის საერთო ანალიზი რუტინული კვლევა, გლუკოზის დონის კონტროლი და ასე შემდეგ. არის რამდენიმე სტანდარტული კვლევა. ეს მონაცემები შეიძლება შეიცვალოს ასეთ შემთხვევაში? დიახ, შეიძლება რომ შეიცვალოს, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწყოთ, რომ სისხლის საერთო ანალიზში გვეცვლება პარამეტრები, როგორიცაა ერითროციტების მოცულობა, იმიტომ რომ ზეგავლენა კვების ალკოგოლის ცვლის ამ მოცულობას და გვეცვლება ეს მაჩვენებელი. ამ მაჩვენებლიდან გამომდინარე იცვლება ჩვენი გადანაწილების ფართიც, ერითროციტების გადანაწილების ფართიც. რუტინული მეორე კვლევა შარდის საერთო ანალიზი, სადაც შესაძლებელია გამოჩნდეს გლუკოზურია, რომელიც არ არის დაავადებიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ აი ამ დღესასწაულებიდან გამომდინარეა. ანუ ტკბილეულის დატვირთვა გვაძლევს შარდში გლუკოზის კონცენტრაციის მატებას. შემდეგი გლუკოზის კონცენტრაცია. აქ მარტო საკვებს ვერ დავაბრალებთ, იქიდან გამომდინარე, რომ არარეგულარული ძილი იწვევს კორტიზოლის მაღალ კონცენტრაციას, ეგრეთ წოდებული სტრეს ჰორმონის მაღალ კონცენტრაციას, რაც შემდეგ გამოვლინება შეიძლება იყოს ადრენალინი დამოკიდებული გლუკოზის მაჩვენებლის მატება და ეს ჩვენი კონცენტრაცია შეიძლება იყოს მცდარი და რა თქმა უნდა, ეს არ არის დაავადებიდან გამომდინარე, ამიტომ ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციას ვაძლევთ ასეთ შემთხვევაში, რომ კვლევა განმეორდეს ყველა იმ წესების დაცვით, რაც მნიშვნელოვანია, რომ გლუკოზას ვარიაბელური პარამეტრია და უნდა დავიცვათ ეს წესები. და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში რუტინულში გადის ღვიძლის ფერმენტებიც, იმიტომ რომ ღვიძლის ფუნქციებს ხალხი ძალიან ხშირად იკეთებს და ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს
ცხიმიანი საკვების სხვა ტექნოლოგიით მომზადება, ეს ყველაფერი იწვევს ღვიძლში ალკოჰოლი, ღვიძლში თვითონ ცხიმების სინთეზის მომატებას და ცხიმოვან ცვლაში ჩვენ გვაქვს დარღვევები, მაგრამ პირველ რიგში ფერმენტები პასუხობენ ამას, ღვიძლის ფერმენტები, როგორიცაა გამა-გლუტამილტრანსფერაზა, ასპარტატამინოტრანსფერაზა და ალანინ ამინოტრანსფერაზები. ლიპიდური ცვლა, ეგრეთ წოდებული ცხიმოვანი ცვლა, ხშირად ადამიანები რუტინულში არ გადის, მაგრამ იკეთებენ. მანდაც გვაქვს ცვლილებები, საკმაოდ დიდი, იმიტომ რომ პირველ რიგში გვაქვს მატება ტრიგლიცერიდების, ალკოჰოლის დამსახურება, გვაქვს მატება ქოლესტეროლის, ეს საკვები და საკვების მომზადებიდან გამომდინარე და რა თქმა უნდა გვაქვს დაბალი სიმკვრივის ქოლესტეროლის, ანუ ცუდი ქოლესტეროლის მატება, ეს შეიძლება არა, შესაძლებელია რომ ალკოჰოლიდან, კვებიდან, ანუ კვების ტექნოლოგიიდან, თვითონ კერძიდან გამომდინარე, უმოძრაობით შესაძლებელია რომ კარგი ქოლესტეროლი, როგორც არის მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლი, გქონდეს დაკლებული. ამიტომ იმდენად ცვლილებებია, რომ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს ექიმიც და პაციენტიც, ამიტომ რა თქმა უნდა, ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება დღესასწაულების დროს აღებულ ლაბორატორიულ კვლევებს, იმიტომ რომ შესაძლებელია ეს ცვლილებები და გადამოწმება დაგჭირდება. რა ინტერვალს ურჩევთ ხოლმე ასეთ შემთხვევაში? გონივრული ინტერვალი რამდენია, იმიტომ რომ საქართველოში არის ასეთი ტრადიცია. ბარბარობის მოახლოებიდან პრინციპში იწყება ეს სადღესასწაულო განწყობის გამძაფრება და სიმართლე გითხრათ, მე ძალიან გამიხარდება, რომ ჩვენ საზოგადოებას ბევრი დღესასწაულის ჰქონდეს და ჰქონდეს სადღესასწაულო განწყობა. ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს, მაგრამ ობიექტურად თუ შევხედავთ დატვირთვაზე, როდესაც ვლაპარაკობთ, დაწყებული თქვათ 17 დეკემბრიდან ნათლისღების ჩათვლით ეს სადღესასწაულო, სარიტუალო, ასე ვთქვათ, ცხოვრების წესი პრინციპში გრძელდება ხოლმე მეტნაკლებად. ამიტომ მაგალითად სადღესასწაულო დღეებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა თუ ეჭვებს აღძრავს მაგალითად თქვენ როგორც ბრძანეთ, დაახლოებით რა ინტერვალის შემდეგ ჯობს და არის გონივრული რომ გადამოწმდეს? გონივრული არის, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგომის შემდეგ ერთი კვირა მაინც ავიღოთ იმისთვის, რომ ჩადგეს ეს ყველა პარამეტრი ნორმის ფარგლებში. ნორმის ფარგლებში გულისხმობ გვაჩვენოს რეალური სურათი, არის თუ არა ეს გამოწვეული ჩვენი ორგანიზმის რომელიმე ან ორგანოთი, ან სისტემით, ან მეტაბოლიზმის დარღვევით. ანუ ობიექტურ მონაცემი რომ მივიღოთ. ამისთვის ერთი კვირა. თუმცა ჩვენ ვამბობთ იმასაც, რომ დაუშვათ თუ ნახშირწყლები არის უფრო მეტად მიღებული, ჩვენ გვჭირდება 3 დღე მაინც, ანუ მინიმუმ 72 საათით ადრე არ გქონდეს დატვირთვა. თუ ძილობა გვაქვს ან დარღვეულია ეს ძილის რეჟიმი, მაშინ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ 24-48 საათი და მინიმუმ 7-8 საათი მაინც ეძინოს ადამიანს ლაბორატორიული კვლევის აღებამდე. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ცხიმიან საკვებზე და დატვირთვაზე ღვიძლზე და თვითონ ტექნოლოგიურად აბსოლუტურად სხვა ტექნოლოგიითაა მომზადებული კერძი, ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ 72 საათი, მაგრამ ყველაფერი ერთად რო შევაჯამოთ, მაინც უმჯობესია, რომ ერთი კვირა მაინც იყოს გასული, ვიყოთ დასვენებულ, მოსვენებულ მდგომარეობაში, გამოძინებული, ანუ 7-8 საათი მაინც გქონდეს ძილი და ამის შემდეგ გავიგოთ გეგმიური კვლევები. ჩვენ არ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში იმ ურგენტულ კვლევებზე, რომელიც არის გამოწვეული ურგენტული მდგომარეობით. ეს არის გეგმიური კვლევები, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ რა მდგომარეობაში გვაქვს, რა დინამიკა და შესაძლებელია თუ არა რამე ჩვენ ან კურნალობაში, ან ცხოვრების წესში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე ალკოჰოლთან დაკავშირებით, სხვადასხვა წახნაგს ვეხები პირადად მე, მაგრამ არის ერთი პარამეტრი, რომელზედაც საუბარი არ მოსწონს როგორც წესი საზოგადოებას და ეს არის დამოკიდებულება, დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ ალკოჰოლი აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას და მიუღებელია ხოლმე ასეთ ფონზე, როდესაც ვამბობთ, რომ ალკოჰოლი ზრდის ტრიგლიცერიდების მაჩვენებელს. მიხარია, რომ დღეს თქვენი ინფორმაციით ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეთ, იმიტომ რომ ამაზე ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე. თუმცა კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ასევე არის გასათვალისწინებელი სადღესასწაულო დატვირთვის დროს.
წყლის მოხმარების შემცირება და აგრეთვე ისეთი პროდუქტების ან ისეთი სასმელის მიღება, რომლის დამსახურებით წყლის შევსება კი არა დაკარგვა უფრო მეტად შესაძლებელია. ამიტომ არასაკმარისად ჰიდრატირებული, ანუ წყლით არასაკმარისად მომარაგებული ორგანიზმი აღმოჩნდა, რომ მარტო ჩვენ ქვეყანაში არა, ყველგან სადღესასწაულო დატვირთვის დროს ეს არის ერთ-ერთი შედეგი. ლაბორატორიაში ეს აისახება, აი თქვენ ახსენეთ სისხლის ანალიზი, თქვათ, შარდის ანალიზი. ეს შეიძლება ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტმა გაშიფროს, რომ ამ ადამიანს არ აქვს საკმარისი რაოდენობით წყლის მოხმარება ყოველდღიურად. ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვლაპარაკობთ, როცა ვსაუბრობთ სასკრინინგო ან რუტინულ კვლევებზე, რომ წყლის მოხმარება იყოს აბსოლუტურად ნორმალური, იმ თვალსაზრისით, რომ სურათი იყოს ობიექტური. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს აისახება შარდის საერთო ანალიზში, იმიტომ რომ გვეცვლება მთელი რიგი პარამეტრები შარდის ანალიზში, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას თუნდაც სირკმლის კონცენტრაციულ ფუნქციაზე. დავიწყოთ ხვედრითი წონით. იცვლება ხვედრითი წონა, იცვლება ფერი. ფერი ხდება უფრო კონცენტრირებული შარდის, ანუ უფრო სიმუქისკენ მივყავართ. სუნი იცვლება pH-ში, გვეცვლება ჟავატუტოვანი, ანუ რეაქცია თვითონ შარდის, გვეცვლება კეტონური სხეულების რაოდენობა, გვეცვლება შემჟავება იკვეთება, გვეცვლება ბილირუბინის მაჩვენებელი, ურობილინოგენის მაჩვენებელი და ეს იმისთვის, ანუ ვინაიდან ეს რუტინული სასკრინინგო კვლევაა, რომელიც გარკვეულად პასუხისმგებელია იმაზე, რომ რა ინფორმაციის მომტანია, რომელი სისტემაა დარღვეული, შეგვიყვანოს შეცდომაში. ამიტომ წყლის მიღება არის ჩვენთვის ძალიან კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როცა ვსაუბრობთ ისეთ კვლევაზე, როგორც არის შარდის საერთო ანალიზი. რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ იმ სითხეზე, რომელიც არ არის ჩვეულებრივი წყალი, არამედ მაგალითად დატვირთულია იგივე გაზირებული სასმელებით, ჩვენ გვეცვლება ტკბილი სასმელით, გვეცვლება რა თქმა უნდა ნახშირწყლოვანი ცვლა და იქ ჩვენი გლუკოზის კონცენტრაციაც იმატებს, ეს ზეგავლენას ახდენს იგივე წყლიმოვან ცვლაზეც და მთელი რიგი პარამეტრები კასკადურად გვეცვლება. და გამოდის წონასწორობიდან ჟავატუტოვანი წონასწორობაც, იმიტომ რომ მუდმივად ტკბილი სასმელებით დატვირთვა ამას ცვლის. და არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომლითაც მე ამ შემთხვევაში თქვენ არ გაგაკვირვებთ ამ კითხვას ალბათ ძალიან ხშირად გისვამენ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე მაგალითად ერთჯერადად გლუკოზის დონის შეფასებაზე, ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს პრობლემა და სჭირდება კონტროლი, მაქვს საშუალება, რომ თვითონვე აკონტროლოს ეს პარამეტრი. იქ სადაც საჭირო ხდება, ვთქვათ, ლაბორატორიული კვლევა, არსებობს სქემა, უზმოდ მერე დატვირთვის მერე, როგორ ვაფასებ და ასე შემდეგ. მაგრამ არის ერთი მეთოდი, რომელიც დღეს ვფიქრობ თელმა საზოგადოებამ იცის. გლიკოზირებულს ეძახიან, მაგრამ არ არის სწორი ეს, არც სამედიცინო თვალსაზრისით და არც ქართულად, გლიკირებულია სწორი, გლიკირებული ჰემოგლობინი. გლიკირებული ჰემოგლობინი შეიძლება გვატყუებდეს განსაკუთრებით სადღესასწაულო დღეებში. შეიძლება იყოს ასეთი ნახტომები და საშუალო პარამეტრი იყოს ნორმალური. რამდენად შესაძლებელია? ანუ ვინაიდან გლიკირებული ჰემოგლობინი ბოლოს 3 თვის კონცენტრაციას გვაძლევს, ანუ როგორია დონე, გლუკოზის დონე, აქედან გამომდინარე ეს ბოლოს 3 თვე, მათ შორის ის დღესასწაულებით გვაძლევს შესაძლებლობას შევაფასოთ რეალურად და ბევრად უფრო ობიექტურია და ნაკლებად ცვალებადია ამ შემთხვევაში, ვიდრე მხოლოდ ერთჯერადი გლუკოზის განსაზღვრა, ან გლუკოზა ჭამამდე, ან ჭამის შემდეგ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე რეკომენდაციას ვუწევ, მაგრამ მაინც კიდევ ერთხელ რეკომენდაციას მივცემდი, რომ ერთი კვირის შემდეგ, აი ამ ყველანაირი მდგომარეობა, რაც არ არის ჩვეული ჩვენთვის და მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდში გვაქვს, აი დავიცვათ თავი, ერთი კვირის შემდეგ დავიწყოთ ათვლა და მერე 3 თვის თავზე ავიღოთ გლიკირებული ჰემოგლობინი. და აი ის მოტყუებასთან დაკავშირებით, ანუ ცდარ წარმოდგენასთან დაკავშირებით მაინც დავაზუსტებ კითხვას ამ ნაწილს, იმიტომ რომ საშუალო მონაცემი შეიძლება თუ არა იყოს ნორმალური, მაშინ როდესაც არის ეპიზოდები ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი მონაცემების ერთდროულად. ანუ 3 თვის მანძილზე შესაძლოა იყოს ძალიან მაღალი გლიკემიის ეპიზოდი, ანუ როდესაც გლუკოზა ძალიან მაღალია, ან არის პირიქით დაბალი და საშუალო მონაცემი იყოს ნორმასთან მიახლოებული. არის ასეთი შესაძლებლობა,
როდესაც გლიკირებული ჰემოგლობინი გვაჩვენებს ასეთ სურათს. გლიკირებული ჰემოგლობინი, რა თქმა უნდა, აბალანსებს, ანუ გვაძლევს საშუალო მაჩვენებელს, მაგრამ თავისი გრადაციები აქვს მან და ზუსტად მაგ გრადაციების მიხედვით, იმ რეფერენსული ინტერვალების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ მისი მდგომარეობა, ამიტომ ერთი ციფრი არასდროს არ არის მაჩვენებელი. მან გასათვალისწინებელია ასევე ანემიის ფაქტორიც, იმიტომ რომ შესაძლებელია გქონდეს ერითროციტების ნაკლებობა და ამანაც მოგვცეს ზუსტად ის საშუალო მაჩვენებელი ნორმალური. ამიტომ კომპლექსურად ვაფასებთ ყოველთვის პაციენტს, მაგრამ ეს ასე ვთქვათ, რეფერენსული ინტერვალები, სად არის პრედიაბეტი, სად უნდა ჩავთვალოთ დიაბეტი, მაინც მინდა რომ ყოველთვის ექიმმა შეაფასოთ კომპლექსურად პაციენტი და სხვა მაჩვენებლებთან ერთად. როდესაც ჩვენ საუბრობთ სადღესასწაულო დატვირთვაზე, თქვენ ძალიან კარგად აგვიხსენით, რომ ძალიან ბევრი პარამეტრი შეიძლება აღმოჩნდეს სამიზნე და ძალიან ბევრი პარამეტრი დაზარალდეს, შეიცვალოს ამ პროცესში. ეს ყველა ასაკობრივ ჯგუფს ეხება, თუ რომელიღაც ჯგუფი უფრო მგრძნობი არის, თუ ყველა ასაკში შეიძლება ასეთი სადღესასწაულო დატვირთვა აისახოს ლაბორატორიულ შედეგებზე. ყველა ჯგუფს ეხება ეს, ვინაიდან ეს დატვირთვა აბსოლუტურად როგორც ჯანმრთელ ადამიანზე, როგორც ბავშვებში, ჩვეულებრივად მოზრდილებში და ასაკოვან ხალხშიც, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მგრძნობი არიან, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ 65 წელი და ზევით, იმ შემთხვევაში, რომ უფრო შენელებულია ჩვენი მეტაბოლიზმი და აქედან გამომდინარე ეს დატვირთვა ბევრად უფრო აისახება ჩვენ ლაბორატორიულ კვლევებში, ვიდრე შესაძლებელია ეს იყოს მოზრდილ ადამიანებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ ასაკობრივ ჯგუფს არ აქვს მნიშვნელობა, ყველაზე ეს არის დატვირთვა, ყველგან გვაქვს ჩვენ ცვლილებები და რა თქმა უნდა შესაძლებელია რომ შეცდომაში შეგვიყვანოს აი ამ რიტმმა, ამ დღესასწაულმა, ასე ვთქვათ, კარგმა სტრესმაც, იმიტომ რომ სტრესია ეს ყველაფერი, სტრესია ის უძილობა, სტრესია ის სიხარული, სტრესია ის ზედმეტი კვებაც და ეს ყველაფერი აისახება ლაბორატორიულ შედეგებში. ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი საუბრისთვის და სტუმრობისთვის. ხანდაზმულებთან დაკავშირებით ერთს ვიტყვით, რომ ძალიან ხშირად ჩვენ გვავიწყდება რაღაც ფაზაში ჩვენი ცხოვრების, ჩვენი სიცოცხლის ბევრად უფრო ადვილად გამოდის ჩვენი ორგანიზმი წონასწორობიდან და უფრო ძნელად აღიდგენს ხოლმე ამ წონასწორობას. თუმცა, როდესაც ჩვენ საუბრობთ სადღესასწაულო მიზეზებით გამოსულ დარღვეულ წონასწორობაზე, მისი აღდგენა სჭირდება ყველას ერთნაირად და მათ შორის შეიძლება ამაში ძალიან დაგვეხმაროს ლაბორატორიული მონაცემები და მათი შესაბამისი ინტერვალით გადამოწმება, თუ შეგვიყვანს თავის დროზე შეცდომაში და მოგვეჩვენება, რომ რაღაც მაინც და მაინც ისე არ არის, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა. მაყურებელს შევახსენებთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი, პროფესორი ქალბატონი ნინო ღულათავა. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. როდესაც შუქნიშანი უნდა დავაკავშიროთ ამა თუ იმ პრობლემასთან, ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ პირველ რიგში რას ნიშნავს არა უბრალოდ კვებითი შუქნიშანი, არამედ რისი თქმა გვინდა თქვენთვის. პირადად მე, როდესაც კონცეფცია საფუძვლად დაუდე სწორედ შუქნიშნის პრინციპი, ერთადერთი ამოცანა მქონდა, რომ სამი სიმბოლური ფერით რეკომენდაციები ისე დაგვეჯგუფებინა, რომ ჩვენი მეხსიერების უჯრებში სათანადო ადგილები ადვილად მოეძებნა ამ ინფორმაციას და შესაძლებლობის არსებობისას გამოგვეყენებინა მაქსიმალურად ეფექტიანად. გარდა ამისა, გვეთქვა, რომ ჩვენი რეკომენდაციები მრავალფერია, მაგრამ გვეხმარება სწორედ ისე უსაფრთხოდ ვიმოძრაოთ, როგორც ამას ვაკეთებთ შუქნიშნის მეშვეობით. და თუ ჩვენ წარმოვიდგენთ დღიურ რაციონს თეფშის სახით, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არ არის უნივერსალური წესი, რომელიც მხოლოდ ერთ თეფში ეტევა. ეს სხვა არაფერია, თუ არა სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია გამთლიანებული ერთი პრინციპის ქვეშ. როდესაც დღიური რაციონი ისეა გადანაწილებული, რომ სულ ცოტა 5 ჯგუფის 5 ფერის პროდუქტები გამოვიყენოთ, არ დაგვავიწყდეს მაგალითად, რამდენად მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი ფერი ცისარტყელა თეფშზე, როგორც ვამბობთ ხოლმე, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღიური რაციონი სულ ცოტა ნახევარი, მიუხედავად იმისა, სადღესასწაულო დღეებია თუ უქმეებია, აუცილებლად იყოს ბოსტნეული და ხილი, ხოლო მეორე ნახევარი იყოს მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად.
რას ცვლის ეს ინფორმაცია მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ მიღებული საკვები უნდა გადავთარგმნოთ. დიახ, ჩვენ მიერ მიღებული საკვები ყოველთვის ითარგმნება ამა თუ იმ ნივთიერების ენაზე და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს რამდენიმე პრინციპი. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვამბობთ მიღებული საკვები ვთარგმნოთ, ჩვენი ორგანიზმი კითხულობს არა მწვადის ან ტორტის ენაზე, ჩვენი ორგანიზმი მიღებულ ინფორმაციას კითხულობს ცილების და ნახშირწყლების ენაზე. ასე ხდება, როდესაც მაგალითად ლაბორატორიული მონაცემები იცვლება და როდესაც კონკრეტული საკვები ნივთიერება თავის ანარეკლს ტოვებს ამა თუ იმ ბიოლოგიურ მასალაში. მაგრამ არის თუ არა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საყურადღებო ის რეკომენდაციები, რომელიც სადღესასწაულო, სარიტუალო პროდუქტებს უკავშირდება და რომელთა დამსახურებით შეიძლება შეიცვალოს ჩვენი მონაცემები. როდესაც თვალს გადავავლებთ ამ სლაიდებს, მოდით სწრაფად გავიაროთ და შევხედოთ. ალკოჰოლური სასმელები, ხორცპროდუქტებით ინტენსიური დატვირთვა, პურფუნთუშეულით დატვირთვა, მათ შორის გულსართიანი და ჩვეულებრივი საკონდიტრო ნაწარმით დატვირთვა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე, როდესაც ამ საკონდიტრო ნაწარმს ვუხამებთ სარიტუალო ნუგბარსა და ტკბილეულს, რომელთა შესახებ მხოლოდ კარგი მინდა გითხრათ, მაგრამ არა დღეს. დღეს მე ვეცდები ეს ყველაფერი გავიაზროთ სრულიად განსხვავებულ ჭრილში, რომელთა გათვალისწინება, ან რომელი ფაქტორების გათვალისწინებაც ჩვენ გვჭირდება მათ შორის ლაბორატორიული ცვლილებების შესაბამისად. რა მაქვს მხედველობაში? როდესაც ჩვენ სადღესასწაულოდ ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენ გულისხმობთ შეცვლილ ძილს, შეცვლილ კვებას, შეცვლილ ფიზიკურ აქტივობას და ასე შემდეგ. მაგრამ ამ პროცესში, როგორც მრავალრიცხოვანი გამოკვლევები ადასტურებს, ზარალდება რამდენიმე საკვები ნივთიერების ჯგუფი. და ამ საკვები ნივთიერების ჯგუფში პირველ რიგში უნდა დავასახელოთ წყალი. რატომ ზარალდება წყალი და რატომ ზარალდება წყლის სტატუსი ჩვენს ორგანიზმში? ანუ, რამდენად არის ორგანიზმი წყლით მომარაგებული, ანუ რამდენად ჰიდრატირებულია ორგანიზმი, ეს განსაზღვრავს, როგორ გადავიტანთ საერთოდ სადღესასწაულო დატვირთვას, არა მარტო საჭმელით, არამედ სასმელითაც. მაგრამ კიდევ უფრო საყურადღებოა, როდესაც ჩვენ საუბრობთ წყალზე, იმ რიტუალური კვების დამსახურებით, რომელიც სადღესასწაულო დღეებში რამდენიმე კვირა გრძელდება. დადგინდა, რომ ადამიანთა უმრავლესობას ავიწყდება წყლის ადეკვატური მოხმარება და მაშინაც კი თუ სხვა დღეებში მეტ ყურადღებას გაამახვილებდა ამ ნივთიერებაზე, სადღესასწაულო დღეებში ნაკლებად გვახსოვს ხოლმე. რაც როგორც ირკვევა, აზარალებს წყლის სტატუსს. დამაზარალებელი წყლის სტატუსს აქვს კიდევ ერთი ფაქტორი, ეს გახლავთ ალკოჰოლი და სხვადასხვა ტიპის საკვები, რომელიც დატვირთულია მარილით და არის თავისი ტექნოლოგიით მომზადების წესის მიხედვით ბევრად უფრო მლაშე, ვიდრე ნებისმიერი სხვა ყოველდღიური კერძი იქნებოდა. ასეთ შემთხვევაში ერთი მხრივ წყალზე მოთხოვნილება იზრდება, მეორე მხრივ არ ხდება მისი ადეკვატური შევსება. მაშინაც კი, როდესაც ხდება თითქოს მოცულობით მიღება, ეს სითხე არ მიდის უჯრედში და თავსდება უჯრედს შორის სივრცეში, რაც ორგანიზმში ხილული ან უხილავი შეშუპების მიზეზი შეიძლება გახდეს. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თავისებურება, რომელიც გასათვალისწინებელია სადღესასწაულო კვების დროს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ჩვენი ლაბორატორიული მონაცემები. ეს გახლავთ გარკვეული ნივთიერებების დანაკლისი. რომელ ნივთიერებებზეა ლაპარაკი? პირველ რიგში ეს არის რაციონიდან გამომდინარე შეკვეცილი ნედრი ბოსტნეულის და ხილის მოხმარება. სხვადასხვა ტიპის ნუგბარს უფრო მეტი სიამოვნებით მივირთმევთ ადამიანები და სხვადასხვა ტრადიციულ საახალწლო ან სარიტუალო კერძს უფრო მეტი სიამოვნებით მივირთმევთ, ვიდრე ნედლ ხილს და ბოსტნეულს. რას გვაკლებს ეს? გარდა იმისა, რომ ხილთან და ბოსტნეულთან ასოცირებული წყალიც გვაკლდება, ჩვენა გვაკლდება მინერალები და ვიტამინები. და სამი კომპონენტი ჩვენ უკვე ვთქვით, რომელიც დანაკლისს წარმოადგენს სადღესასწაულო კვების დროს. ეს გახლავთ წყალი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს გახლავთ ვიტამინები, ეს გახლავთ მინერალები. და არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პირიქით უფრო მეტი უნდა მოვიხმაროთ სადღესასწაულო დატვირთვის დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად გვაქვს ამისი დანაკლისი, ეს გახლავთ მცენარეული ბოჭკო. იმიტომ რომ ხორცპროდუქტები, სხვადასხვა სახის ნუგბარი და სასუსტო
სუსნავი და მრავალი ის პროდუქტი, რომელიც საახალწლოდ ადამიანებს უფრო მეტად იზიდავთ და მოსწონთ, არ შეიცავს მცენარეულ ბოჭკოს. არა და ამდენი პროდუქტი დატვირთვის მერე ჩვენს ნაწლავს სწორედ ეს რომ ცოცხი ჭირდება მცენარეული ბოჭკოს სახით იმისათვის რომ ორგანიზმში უამრავი პროცესი მოიყვანოს წონასწორობაში. მათ შორის პროცესი, რომელიც უკავშირდება მაგალითად ცხიმოვანი ცვლის წონასწორობის შენარჩუნებას. ნახეთ რა პროდუქტებია ახლა ჩვენთან კვების ზონაში. როდესაც ჩვენ რეჟიმზე ვსაუბრობთ, დარღვეულ რეჟიმზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს ძილის დარღვეული რეჟიმი, რომელიც ავტომატურად ულუფის ზომასაც ცვლის, მოხმარებული საკვების რაოდენობასაც და შინაარსაც, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ანთების ხელშემწყობი პროდუქტების ინტენსიურ გამოყენებაზე დარღვეული რეჟიმის ფონზე რისკი სისტემური ანთების ხელშეწყობის იზრდება. ავტომატურად ეს არის არა მარტო სიმსუქნისთვის და ჭარბიწონისთვის წინაპირობა, ეს არის წინაპირობა ონკოლოგიური პროცესების წახალისების, უჯრედების დაბერების და მრავალი სხვა. ამიტომ მიუხედავად სადღესასწაულო განწყობისა, სიფხიზლე არ უნდა დავკარგოთ, განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც ამისთვის დასაბუთებული საჭიროება აქვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და ყველა ის პროდუქტი, არასასურველი ცხიმები, მაგალითად ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები, ანუ მარტივი შაქრები, მარილი, კოფეინით ინტენსიური დატვირთვა მაქსიმალურად შეიძლება ისდაგვარად გავაკონტროლოთ. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მცენარეული ბოჭკოს და ცხიმოვანი ცვლის დარღვევაზე რომ გესაუბრებით. ძალიან ხშირად ლაპარაკია ხოლმე, რატომ გამოდის ასე ერთბაშად ცხიმოვანი ცვლა წონასწორობიდან და ბრალდება მთლიანად ცხიმის სიუხვეს საკვებ რაციონში. მეორე მხრივ თქვენ გესმით წლების მანძილზე, როდესაც მე ვიმეორებ გაუთავებლად, რომ საკვებში არსებული მაგალითად ქოლესტეროლი მხოლოდ 30-40%-ით შეცვლის იმ მონაცემებს და განსაზღვრავს იმ მონაცემებს, რომელსაც სისხლის ანალიზით ვიპოვით. მაშინ რატომ უნდა იყოს ცხიმიანი პროდუქტები დატვირთვა ჩვენი ორგანიზმისთვის? რატომ უნდა გამოიყვანოს მკვეთრად წონასწორობიდან ეს პროცესები, მაგალითად შემწვარმა დაბრაწულმა პროდუქტებმა? აღმოჩნდა, რომ მაგალითად ხორცის ნაჭერში შეიძლება იყოს ისეთი ნაერთები, რომელსაც რთული სახელი აქვს პოლიციკლური ნახშირწყალი. თავისთავად მან შეიძლება ვერ მოახერხოს დიდი ორომტრიალი და გამოიწვიოს ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ თუ ასეთ პროდუქტს შევწვავთ, შევბოლავთ, შევბრაწავთ, გრილზე მოვათავსებთ ხანგრძლივად, ასეთ შემთხვევაში აი ამ პოლიციკლური ნახშირწყლების გარდაქმნის შედეგად წარმოიქმნება ნივთიერებები, რომელსაც არა მარტო ცხიმოვანი ცვლა გამოყავს წონასწორობიდან, არამედ აღზარალებს ჩვენს ღვიძლსაც, ცვლის ღვიძლის ფუნქციებსაც, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ღვიძლი, რომელიც პასუხისმგებელია ქოლესტეროლის წარმოქმნაზე და დიდი რაოდენობით, ყველაზე დიდი რაოდენობით ქოლესტეროლი სწორედ ჩვენი ორგანიზმის შიგნით წარმოიქმნება, გამოდის რომ ქოლესტეროლი არის ღვიძლის სინდისზე, ღვიძლი გამოდის წონასწორობიდან და ეს ყველაფერი ემსგავსება იმ ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც ნამდვილად სასარგებლოდ არ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ალკოჰოლურ დატვირთვას ღვიძლზე, რომელიც დამატებითი ტვირთი შეიძლება აღმოჩნდეს იმ პარამეტრების ცვლილებისას, რაზედაც დღეს ჩვენ საუბრობდით. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტორი უნდა გაგახსენოთ. როდესაც ჩვენ შეცვლილ მონაცემებზე ვსაუბრობთ, გლიკემიაზე და ასე შემდეგ, ჩვენმა სტუმარმა ისაუბრა დეტალურად და მე აღარ შევჩერდები. თუმცა გაგახსენებთ, თუ თქვენ ნელა შეთვისებად ნახშირწყლებს გამოიყენებთ, ასეთი ნახტომები გლუკოზის მაჩვენებელში არ გექნებათ. მაგალითად, მთლიან მარცვლეულს გამოიყენებთ და არა რაფინირებულ ფქვილს. გამოიყენებთ მაგალითად ბოსტნეულს და ხილს ნედლის სახით, ესეც ნელა შესათვისებელი ნახშირწყლებია, განსაკუთრებით ბოსტნეულის შემთხვევაში. გასათვალისწინებელია აგრეთვე კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც მაგალითად ცხიმების მოხმარებას უკავშირდება, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ცხიმიანი პროდუქტი ერთდროულად მივირთვათ ერთჯერზე და ცხიმიანი პროდუქტების დაწყვილება ნედლ ბოსტნეულთან მოგცემს მცენარეული ბოჭკოთი ამ პრობლემების გაწონასწორების შესაძლებლობას და ამავე დროს ერთი ფაქტორი კიდევ, რომელიც უკავშირდება საკვების სადღესასწაულოდ შეკაზმული პროდუქტების სუნს, ფერს, განსხვავებულ კონსისტენციას, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენი ბიოლოგიური მასალის ენაზეც ითარგმნოს და შეიძლება
ფერით, სუნით შეეცვალოს ჩვენს ექსკრემენტებს, მათ შორის მაგალითად შარდის ანალიზის გაკეთებისას თქვენ აღმოაჩინოთ შესაბამისი მასალის მოგროვებისას აღმოაჩინოთ, რომ ფერით შეცვლილია, სუნით შეცვლილია და მრავალი სხვა მახასიათებელი. არის თუ არა აქ სამედიცინო რისკები, ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, ხოლო რაც შეეხება საკვებით შეცვლილ ორგანიზმს და ორგანიზმის გარემოს და შეცვლილი გარემოს დამსახურებით შეცვლილ ლაბორატორიას, ამაზე ჩვენ გადაცემის ბოლოს უკვე საბოლოოდ ვისაუბრეთ და მე ამით გემშვიდობებით ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.